მორიგი ქება რუსეთიდან ქართული ოცნების პოლიტიკას. მაშინ, როდესაც დასავლური ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა მმართველ პარტიას ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის მკაცრად აკრიტიკებს და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს, კრემლი ოცნების რიტორიკას სრულ სოლიდარობას უცხადებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ღიად მოიწონა ირაკლი კობახიძის თავდასხმების საერთაშორისო ორგანიზაციებზე. კითხვაზე ეთანხმება თუ არა ოფიციალური მოსკოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრალდებას, რომ თითქოს ეუთო და ევროპული ინსტიტუტები ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას ცდილობდნენ. ზახაროვამ ქართულ ოცნებას საკუთარ ხალხზე მზრუნველი ძალა უწოდა. მათი კურსი კი სუვერენულ პოლიტიკად შეაფასა. კრემლის პრესსპიკერმა დასავლეთის კრიტიკას უპრეცედენტო საგარეო ჩარევა და სიცრუე უწოდა და საქართველოს მაგალითზე მოსკოვის ტრადიციული პროპაგანდისტული გზავნილები კიდევ ერთხელ გააჟღერა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირდაპირ დაადანაშაულა ეუთო და ევროპული ინსტიტუტები ქვეყანაში ძალაუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობასა და ეგრეთ წოდებული deep state-ის ინტერესების გატარებაში. ეთანხმება თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ შეფასებას და შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ეუთო საბოლოოდ უსაფრთხოების ინსტრუმენტიდან პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გადაიქცა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვებს ჩვენი დადასტურება არ სჭირდება. საუბარია სუვერენული სახელმწიფოს ლიდერზე, რომელმაც იცის და უყვარს საკუთარი ქვეყანა და წარმოადგენს მის ხალხს. მეორეს მხრივ, თუ შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპზე ვსაუბრობთ, თანამედროვე საქართველოს სწორედ სახელმწიფოს საქმეებში უხეში, ზოგჯერ კი უპრეცედენტო საგარეო ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია. თბილისის სწრაფვა გაატაროს დამოუკიდებელი და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკა კოლექტიური დასავლეთის მიერ პირდაპირ გამოწვევად აღიქმება. რუსულად რომ ვთქვათ, ეს მათთვის ყელში გაჩხერილი ძვალია. ეს იმდენად აღიზიანებთ, რომ მზად არიან ყველა ბერკეტი გამოიყენონ მოქმედი ხელისუფლების ჩამოსაშორებლად, მხოლოდ იმიტომ, რომ ის საკუთარ ხალხზე ფიქრობს. იცნობს მისი ისტორიის მნიშვნელობას და მომავალსაც ამის საფუძველზე აშენებს. ნაცვლად იმისა, რომ ემსახუროს მათ, ვისაც საქართველოს ხალხთან და ისტორიასთან არაფერი აკავშირებს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დიდი ხანია აირჩია აგრესიული გზა და უარი თქვა იმ მისიაზე, რომელიც წევრ სახელმწიფოებს შორის საპარლამენტო დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას გულისხმობდა. რამდენიმე ქვეყანა ეუთოს პლატფორმას იყენებს არამხოლოდ რუსეთის, არამედ სხვა სახელმწიფოების მწვავე კრიტიკისთვისაც, მათ შორის ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმის გამოყენებით, რომელსაც ჩვენ მოძველებულ და ყალბ ინსტრუმენტად მივიჩნევთ.